79-ის წინააღმდეგ გაერომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. შარშანდელთან შედარებით რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობა 7 ხმით გაიზარდა, მოწინააღმდეგეთა კი 3-ით შემცირდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაეროს რეზოლუცია არ არის დოკუმენტი, რომლითაც ლტოლვილების დაბრუნების პროცესი დაიწყება. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გაერო ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, რომ ამ საკითხის პრაქტიკული მხარე განიხილოს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ჯერ კიდევ ჩვენ რეზოლუციები გვჭირდება და ამ საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა ვერ ხერხდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არის ამ რეზოლუციაში, რეზოლუცია ცალსახად მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს იმ ფორმატს, რომელშიც მეც ჩემს კოლეგებთან ერთად ვიღებ მონაწილეობას, რომ ამ საკითხის პრაქტიკული იმპლემენტაციის მხარე განიხილოს. თავისთავად გაეროს რეზოლუცია არ არის ის ინსტრუმენტი, რომელთაც მოხდება პრაქტიკულად დევნილების დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა, ეს არის პოლიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ორი ძირითადი მომენტია თქვენ გახსოვთ ალბათ ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე დეკადები, 2 დეკადა მუშაობთ შეიძლება ითქვას, 90-იანი წლებიდან არის, ხო? ხალხი გამოგდებული თავიანთი სახკარიდან და ადგილმდებარეობიდან. ამიტომ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მათი უპირობო დაბრუნება პირველი და მეორე მათი საკუთრების ასევე უპირობო დაცვა. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით რეალურ დიპლომატიურ ფრონტზე საქართველოს მთავრობის სათქმელი აღნიშნული რეზოლუციის პათოსის საწინააღმდეგოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა დაბრუნების უფლების და საკუთრების უფლების შესახებ ყოველწლიურმა რეზოლუციამ მხარდაჭერამ ამ რეზოლუციისა განიცადოს წელს პროგრესი, უფრო მეტმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი ვიდრე შარშან, უფრო ნაკლები ქვეყანა წავიდეს წინააღმდეგ ვიდრე შარშან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ რეალურ დიპლომატიურ ფრონტზე სათქმელი ჩვენი მთავრობისა არის ამ რეზოლუციის პათოსის საპირისპირო, ჩვენი მთავრობა საერთაშორისო მაღალი დონის ფორუმებზე თუ შეხვედრებზე ამბობს, რომ ჩვენ დავალაგეთ თურმე რუსეთთან ურთიერთობა. რეზოლუციის მიღებამდე კი 36-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს წევრ სახელმწიფოებს მიმართა და მისი მხარდაჭერას თხოვა. ერთობლივ განცხადებაში დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ იყო საუბარი. მიმართვა არასამთავრობო ორგანიზაცია გრასის ინიციატივით შემუშავდა. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეზოლუციით ამბობს, რომ დევნილებს აქვს დაბრუნების უფლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუსეთი და ცხინვალის და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმები ამბობენ, რომ ესეთი უფლება არ არსებობს საერთაშორისო სამართალში. ამიტომ რაც მეტი ქვეყანა დაუჭერს მხარს ეს იღიათ კონკრეტულად ჩვენი დევნილების დაბრუნებას, მით უფრო ძლიერი არის ჩვენი პოზიცია და მით უფრო სუსტი არის მოსკოვის პოზიცია. მეორე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ რეზოლუციაში არის რამდენიმე სხვა საკითხი, რომელიც აქტუალურია, მაგალითად ქონების უფლება, დაკარგული ქონების დაბრუნების უფლება, ისევე როგორც დაბრუნება ღირსეულად და უსაფრთხოდ. ეს რეზოლუცია გარდა იმისა, რომ კვლავ შეახსენებს ყველას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და მისი ურღვევობის შესახებ, ასევე კიდევ ერთხელ შეახსენებს პირველ რიგში ოკუპანტ ქვეყანას, თუ რა გამოიწვია მისმა ქმედებებმა და რამდენი 10,000 ადამიანია დარჩენილი უსახკაროდ და იძულებული იქნა გადაადგილებული იყოს სხვაგან. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მთელი რიგი ჰუმანიტარული ზომების მიღების აუცილებლობას და ხაზს უსვამს მათი დაბრუნების უფლებას. იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია საქართველოსთვის შესასრულებლად არასავალდებულო მეშვიდე რეზოლუციაა. მსგავს რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეა 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად იღებს.